სალამი მოგესალმებით ყველას. დღეს გვაქვს ლაივი. თუ ვინმეს რამე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დასვათ პირდაპირ ჩატში და შევეცდები, რომ აქვე გიპასუხოთ თქვენ შეკითხვებს. გამარჯობა დათო. ხო, სანამ შემოგვიერთდება მაყურებელი და დასვავს თავის შეკითხვებს, მანამდე რამოდენიმე შეკითხვა არის დარჩენილი, რაზეც გავცემ პასუხს, აღარ დავკარგავ ახლა თვილად დროს შეკითხვების ლოდინში და ბარემ აქვე გავცემ პასუხს. შეკითხვა არის ესეთი, ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი შეკითხვაა. მნიშვნელოვანი რა, საყურადღებო. დაკავშირებულია ერთჯერად მოწყობილობასთან. ეს ერთჯერადი მოწყობილობები, მე მგონი, ყველამ კარგად ვიცით რაც არის მოწყობილობა, რომელშიც დევს აკუმულატორი, დევს კაფსულა, სადაც არის ჩასხმული სითხე და მოთავსებულია ქოილი. თუმცა როგორც ყოველთვის ვეიპინგში ჩინელებს უყვართ ძალიან არევა სხვადასხვა მოწყობილობების, ესეთია ერთჯერადაც. ანუ ერთჯერადი მოწყობილობა ნიშნავს იმას, რომ ერთხელ მოიხმარე და გადააგდე. ასეთი მოწყობილობა შეიძლება იყოს დაახლოებით როგორც წერენ თვითონ 600-800 ნაპასი, მაგრამ რეალურად 250 ნაპასია. რაც ძალიან კარგია. თუმცა არის კიდევ სხვანაირი ერთჯერადი მოწყობილობა, რომელსაც ეძახიან ჩინელები, რომ ეს არის ერთჯერადი მოწყობილობაო. კი ბატონო, მოდით გამოვიდეთ იქიდან, რომ ერთჯერად მოწყობილობაში არ იცვლება აკუმულატორი, არ იცვლება ქოილი, ანუ სპირალი, რომელიც არის მოთავსებული შიგნით და არის ხმევა სითხე. ეს არის დახურული სისტემა. აი ამას ქვია ერთჯერადი მოწყობილობა. თუ ჩვენ ამ ერთჯერად მოწყობილობაში შევძელით და გამოვცვალეთ ქოილი, ანუ არის ქოილები, რომელიც იყიდება და უშუალოდ და იცვლება, ეს უკვე ერთჯერადი მოწყობილობა არ არის. ეს არის ვეიპ მოწყობილობა,
და გააჩნია რამ ხელაა, ანუ სიდიდეს ამ მოწყობილობის აქედან გამომდინარე შეიძლება დაერქვას ამ მოწყობილობას პოდი თუ შეიძლება დაერქვას დაუშვათ სხვა რამე სტიკი. თუ პორტატულია პატარა მოწყობილობა, მაშინ შეიძლება დაერქვას ერთჯერადი მოწყობილობა. მაგრამ დაიმახსოვრეთ, ყველა ერთჯერად მოწყობილობაში ასხია სალტ-ნიკოტინიანი სითხე. სალტ-ნიკოტინი იწვევს ნიკოტინზე ძლიერ დამოკიდებულებას. ეს გაითვალისწინეთ. ანუ თქვენ თუ ეწეოდით სიგარეტს და დამოკიდებული იყავით ნიკოტინზე, ამ შემთხვევაში თქვენ გინდათ დაანებოთ სიგარეტს თავი, სიგარეტის მოწევას თავი, გინდათ გადმოსვლა ვეიპინგზე, იყიდეთ ერთჯერადი მოწყობილობა და ფიქრობთ, რომ თქვენ დაანებებთ სიგარეტს თავს. თქვენ შეიძლება რამოდენიმე დღე უბრალოდ გაერთოთ ამ მოწყობილობით და შემდეგ უკვე ისევ დაუბრუნდებით სიგარეტს. ერთჯერადი მოწყობილობით შეუძლებელია სიგარეტის თავის დანებება ხანგრძლივი დროით. პერსპექტივაში თქვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ისევ ჩვეულებრივ სიგარეტს. და კითხვა შეეხებოდა ერთჯერად მოწყობილობას, რომელიც იტენებაო. ანუ თუ ერთჯერადი მოწყობილობა იტენება, ეს იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრულია დიდი რაოდენობა ნაპასებს. 1000 და 1000-ის ზევით. არის ერთჯერადი მოწყობილობები, რომელშიც წარმოებული ირწმუნება, რომ 15000 ნაპასიაო. რა თქმა უნდა, 15000 ნაპას ვერანაირად ვერ გაუძლებს აკუმულატორი და საჭირო იქნება მისი დამოხტვა რამოდენიმეჯერ. ხა იქ კარგი აკუმულატორი არც ერთ შეარდევს, რამოდენიმეჯერ შესაძლებელი იქნება იმის დამოხტვა. მაგრამ ქოილის გამოსვლა შეუძლებელია ერთჯერადში, ხო? ეს არ არის გათვალისწინებული მწარმოებლის მიერაც. ქოილი იკეთებს ნადებს ნამწვის სახით. თუ ჩვენ ავიღებთ ერთჯერად მოწყობილობას, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ შიგნით არის ჩასხმული ძალიან დიდი რაოდენობით არომატიზატორი. უზარმაზარი რაოდენობით, მოდი ესე ვთქვათ, პლუს გამაძლიერებელი გემოსი, რაც ხელს უწყობს ქოილის დაბინძურებაში, ანუ ძალიან მალე ბინძურდება ქოილი, ამ ნადებს იყენებს ძალიან მალე. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივ მოწყობილობაში, რასაც ხმარობს ვეიპერი, ამ მოწყობილობაში დაუშვათ სიტყვაზე არის 20% არომატიზატორის, ერთჯერად მოწყობილობაში არის არანაკლებ 40%-ისა. არანაკლებ 40%-ისა. ანუ იმაზე უფრო სწრაფად ბინძურდება ერთჯერადის ქოილი, ვიდრე ჩვეულებრივ ბაკში სპირალი. ან ქარხნული ქოილი. გაცილებით უფრო მალე ბინძურდება, რო შევადაროთ დაუშვათ პოდს, ვიდრე პოდ სისტემის ქოილი. იმიტომ რომ პოდ სისტემის ქოილში ჩვენ ვასხავთ სითხეს, სადაც არ არის ასეთი მაღალი რაოდენობით კონცენტრატი. კონცენტრატი იწვევს სითხის სპირალის ან ქოილის დაბინძურებას. როდესაც ბინძურდება ქოილი და იკეთებს ნადებს, ეს ნადები იწყებს წვას. ამიტომ საუბრობ მე, რომ ხშირად უნდა გამოცვალოთ ქოილი პოდში ან ქარხნული ქოილი ბაკში, თუ ესეთი ბაკი გაქვთ. უნდა ამოწმოთ თქვენი სპირალი RTA ბაკი თუ გაქვთ, ან RDA ბაკი, უნდა ამოწმოთ ხომ არ არის დაბინძურებული და ხომ არ არის სპირალზე ნადები. რადგან ეს ნადები ყოველ ნაპასზე იწვის და გამოყოფს ბოლს.
ანუ წარმოიდგინეთ, ორთქლთან ერთად გამოდის ბოლიც. თქვენ ამ ბოლს ისუნთქავთ ამ შემთხვევაში. თუ ჩვენ პოტში შეგვიძლია ქოილი ამოვიღოთ და გადავაგდოთ და ახალი ჩავდოთ, ერთჯერადში ამას ვერ ვაკეთებთ, ხო? ხო და წარმოიდგინეთ, დაახლოებით. სულ ცოტა რო ავიღოთ, აი ისეთი არომატები, რომელიც არ აბინძურებს სპირალს ისე როგორც დანარჩენები, ხო? აი ესეთი არომატები რო ავიღოთ. მინიმუმ 500 ნაპასიდან თქვენი ქოილი ერთჯერადში ეს სპირალი იქნება ნადებით. და წარმოიდგინეთ, რომ 500 ნაპასის შემდეგ აი ეს 15,000 ნაპასიანია, ხო? ერთჯერადი სიგარეტი. და 500 ან 600. დაუშვათ 1000 ჯანდაბას, მაგრამ არ არსებობს ეგეთი 1000 ნაპასამდე ვერ ძლებს ის ქოილები სუფთად. მაგრამ დაუშვათ 1000 მაქსიმალური ავიღოთ, ხო? მაგრამ დანარჩენი 14,000 ნაპასი უკვე მოდის დაბინძურებული სპირალიდან. სპირალიდან, რომელზეც არის ნადები, რომელზეც არის ნამწვი და ის ნამწვი ყოველ ჯერზე, ყოველ ნაპასის ამორტყმაზე იწვის, უშვებს ბოლს თან ყოველი შემდგომი ნაპასის ამორტყმაზე უფრო მეტ ბოლს უშვებს, იმიტომ რომ ის ნამწვი გროვდება და გროვდება ამ სპირალს. და თქვენ დანარჩენი 14,000 ნაპასი უნდა დაარტყათ უკვე დაბინძურებულ სპირალზე და ფილტვებში ჩადის ბოლი, რომელი ბოლიც არის ძალიან სახიფათო ბოლი და იწამლავთ თავს. ამას ვერსად ვერ გავექცევით, თუ ჩვენ ვართ ერთჯერადზე და ეს ერთჯერადი არის კარგი მაქსიმალური ავიღოთ 1000 ნაპასის ზევით, ანუ 1000 ნაპასზე მეტი შეგვიძლია რომ დავარტყათ. რაც შეეხებოდა ერთჯერადს, რომლის აკუმულატორიც იტანება. ეს კითხვა იყო შემოსული და ესე უბრალოდ ვერ გავცემდი პასუხს. ანუ უნდა იცოდეთ, რატომ არ არის რეკომენდირებული ჩემგან იმ ერთჯერადის მოხმარება, რომლის აკუმულატორიც იტანება. აი ეს ყველაფერი რო არ მომეყოლა თორე. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ ქოილი ან სპირალი, რომელიც შიგნით დევს, ბინძურდება მაქსიმუმ 1000 ნაპასზე. და ისე მე ვამბობ, რომ 600 ნაპასიდან უკვე ისეთი დაბინძურებულია, რომ მაგის მოხმარება აღარ შეიძლება. რადგან სითხე აქვს ესეთი ჩასხმული ყველას. და დანარჩენ 14,000 ნაპასს ჩვენ ვარტყავთ უკვე დაბინძურებული ქოილით, რაც არის საშინელება. ნუ ალბათ მერე ესეც საკითხი დარეგულირდება, ხალხი გაიგებს რაც არის და ესე შემდეგ. რაც შეეხება სალტნიკოტინს, რომელიც ასხია ერთჯერადში არ ასხია ჩვეულებრივი ნიკოტინი, ყველაში ასხია სალტნიკოტინი, იმიტომ რომ არავინ არ უკვეთავს ჩვეულებრივი ნიკოტინით. მართალია შეუძლია ქარხანამ წარმოებელს ჩვეულებრივი ნიკოტინი ჩაასხას, მაგრამ ის კომპანიები, რომლებიც უკვეთავენ ამ ერთჯერადებს, ყველა ეუბნება, რომ სალტნიკოტინი ჩაასხითო. სალტნიკოტინი იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას ნიკოტინს. ძალიან ძლიერ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება სულ უფრო იზრდება და იზრდება და იზრდება. ასე რომ ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა მოიხმაროთ საერთოდ ერთჯერადი
სიგარეტი. ეს ერთჯერადი სიგარეტი პრინციპში ვეიპინგის საშუალება არ არის. ეს არის დაუშვათ იმისთვის, რომ თუ სადმე ხართ მოხვედრილი ისეთ ადგილზე, სადაც არც მოწყობილობა გაქვთ და არაფერი არ გაქვთ, შეგიძლიათ 1-2 ნაფასი ამოვარტყოთ და მორჩა დაიკმაყოფილოთ ეს ნიკოტინის შიმშილი. შეკითხვები თუ გაქვთ, დაწერეთ ჩატში. თუ რამე შეკითხვა გაქვთ, იმიტომ რომ მე ვზივარ და ველოდები ახლა თქვენ შეკითხვებს, რომ გავცე პასუხი. ის ადამიანები, ვინც პირადში მწერენ შეკითხვებს, გაქვთ საშუალება, რომ მომწეროთ ლაივში ახლა შეკითხვა და გიპასუხოთ მაგ შეკითხვას. ხო. ერთი შეკითხვა იყო კიდე, სანამ თქვენ შეკითხვას დაწერთ. გავცემ ამ შეკითხვასაც პასუხს. სპირალის დაბინძურებაზე. ანუ სპირალი ძალიან ხშირად მიბინძურდებაო, ანუ ძალიან მალე მიბინძურდებაო რა. რო ჩავასხაო და უშუალოდ ერთი კვირა ვერძლებსო. არ უნდა ვიანგარიშოთ ისე რამდენი კვირა, რამდენი დღე და ესე ანგარიში არ შეიძლება. შეიძლება ანგარიში რამდენი მილილიტრი სითხე აბინძურებს სპირალს. ანუ არის დაუშვათ რომელიღაცა სითხე, რომელიც აბინძურებს სპირალს 50 მილილიტრის შემდეგ. ანუ 50 მილილიტრის შემდეგ სპირალი დაბინძურებულია ქოილზე, სპირალზე არის ნადები და შესაბამისად ბამბა უნდა გამოიცვალოს და გაიწმინდოს სპირალი, ხო? დაუშვათ არის რაღაცა სახელწოდების სითხე, რომელიც 50 მილილიტრზე აკეთებს ამას. და 50 მილილიტრის მოხმარების შემდეგ ჩვენ უნდა გავწმინდოთ სპირალი, გამოვცვალოთ ბამბა. სხვა სითხე დაუშვათ, სხვა სახელწოდების სითხე 100 მილილიტრზე ყოფნის, ანუ 100 მილილიტრი მოხმარების შემდეგ ხდება სპირალის დაბინძურება, ისე რომ უნდა გამოვცვალოთ ბამბა და გავწმინდოთ სპირალი. უმეტეს შემთხვევაში ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ სითხეში შემავალ ინგრედიენტებზე. არის ისეთი არომატები, რომლებიც სპირალს მალე აბინძურებს. არის ისეთი არომატები, რომლებიც სპირალს ინახავს და უფრო დიდხანს ყოფნის სპირალი, ისე რომ არ გავწმინდოთ. ერთიც და მეორეც ხარისხიანია. ავიღოთ ეს შემთხვევა. ხარისხიანი, მაღალი ხარისხის არის ერთიც და მეორეც. მაგრამ ერთი მალე აბინძურებს, მეორე უფრო დიდხანს ინახავს. და აქ არანაირი ნიშნულობა არ აქვს სითხის ხარისხს. უბრალოდ აი ეს რომელიღაცა არომატი მალე აბინძურებს სპირალს, რომელიღაცა არომატი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სპირალს, ვიდრე დააბინძურებს. როგორც წესი, ორგანული სითხე, ანუ ბუნებრივი ორგანული სითხე, უფრო მეტად აბინძურებს სითხეს, ვიდრე არაორგანული. Full tilt. Სალამი. თქვენ რომელ სითხეს მოიხმართ? მე ძირითადად ჩემს სითხეს მოვიხმარ, რომ მე თვითონ ვაკეთებ ჩემს სითხეებს, რომელსაც მე მოვიხმარ. ძირითადად. მაგრამ აი ეს კარგია შეკითხვა რომ დასვით, იმიტომ რომ ამაზე გამახსენდა ახლა
კიდევ ერთი საკითხი რაც შეეხება სითხეებს. მე ვაკეთებ ჩემთვის სითხეს ვაზავებ ჩემთვის ძირითადად მე მოვიხმარ მხოლოდ ბაზას, ანუ პროპილენგლიკოლი გლიცერინი და ნიკოტინი. ყოველგვარი არომატის გარეშე. იმიტომ რომ მე მჭირდება ნიკოტინი. მე გასართობად არ ვაუთხლებ. მე მჭირდება ნიკოტინი ძირითადად მოვიხმარ მხოლოდ ბაზას ნიკოტინით. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ხო რომ რაღაცა გემრიელი მაინც აორთქლო ხო, იმიტომ რომ იყოს მრავალფეროვნება ხო ვეიპინგში. რაც შეეხება სიგარეტზე თავის დანებებას, როცა სიგარეტს ვანებებთ თავს, ხო? მხოლოდ ბაზა ძალიან გაგვირთულდება, მხოლოდ ბაზით თავის დანებება. იქ უნდა იყოს არომატი და ისეთი არომატი, რომელიც ჩვენ მოგწონს. ანუ სითხეს რო ვაორთქლებთ, უნდა მოგვეწონოს ეს იმ შემთხვევაში, როცა ვანებებთ სიგარეტს თავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არომატი არ მოგვეწონა ჩვენ და ორთქლის გემო არ მოგვეწონა, ჩვენ სიგარეტს დავანებებთ თუ არა თავს, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. მაგრამ შემდეგ უკვე ერთ წელში და ორ წელში უკვე შეგიძლიათ ამოირჩიოთ დაუშვათ სრულიად არომატის გარეშე, იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის უკეთესია. არომატი თუ არ იქნება სითხეში, ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის რომ არომატი აქვს. მაგრამ არ დაგვავიწყდეს ის რომ ეს უკეთესია მხოლოდ ბაზა არომატის გარეშე უკეთესია ვიდრე ბაზა არომატით, ანუ ჩვეულებრივი სითხე, ხო? მაგრამ ის სითხე, რომელსაც მოვიხმართ ჩვენ არომატიანს, ეს შეუდარებელია სიგარეტის მოწევასთან. ხა ჩვენ ვადარებთ არომატიან და არომატის გარეშე სითხეს ერთმანეთთან, რომ აი ეს უფრო მავნებელია, ეს საერთოდ არ არის მავნებელი, მაგრამ სიგარეტთან ამას არ ვადარებ. იმიტომ რომ სიგარეტი ისეთი მავნებელია, რომ ამას შედარებას ვერ გავუკეთებ. არომატიანი სითხე, კი ბატონო, არომატის გარეშე სითხეზე მავნებელია, იმაზე მავნებელია. მაგრამ ადამიანს არ კლავს. სიგარეტი ადამიანს კლავს. 3 ადამიანიდან, 3 მწეველი ადამიანიდან სტატისტიკურად 2 ადამიანი კვდება მალე. ვიდრე უფრო ადრე კვდება, ვიდრე დაუშვათ მოუწევდა, ხო? ეს არის სტატისტიკა, რომელსაც ვერსად ვერ გავიქცევთ. მაგრამ ვეიპინგს ჯერ არც ერთი ადამიანი არ მოუკლავს. ვეიპინგს არ მოუკლავს. ნარკომანიას, რომელსაც ვეიპინგს ეძახიან, იმას მოუკლავს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იქ პატარა გადაცდომა და სითხის დამზადებაში და უკვე ისეთი ორთქლი გამოდის, რომელიც ფილტვებს კეტავს. მაგრამ ეს არის ნარკომანია. იქ არ ასხია ნიკოტინიანი სითხე. იქ ასხია ნარკოტიკიანი სითხე. პლანს როგორც ეწევიან, ისე აორთქლებენ კიდევაც, ხო? და არანაირ კავშირში არ არის ეს ვეიპინგთან, თუმცა სოფლიოს მრავალმა თეთრხალათიანმა აფერისტმა მიაწერა ეს ვეიპინგს. ნარკომანია ვეიპინგს მიაწერა, რადგან ორთქლი გამოდის იქიდანაც. თუმცა პლანის წევას არავინ არ აწერს სიგარეტის წევასთან, ხო? არავინ არ აიგივებს, მაგრამ აქ აიგივებენ, ამაშია საქმე. ნუ ეს იმიტომ რომ Big Tobacco კარგად უხდის ფულს ამ თეთრხალათიან აფერისტებს და ისინიც კარგად მღერიან. ხო. რაც შეეხება მაგას, გადავედი ახლა მე გადაუხვიეთ ამას. დანარჩენი ახლა მე რომ ასითხე, მე ვეწევი, მე ვაორთქლებ ბაზას. ბაზა ძალიან მარტივად დასამზადებელია და ყველაზე უნებელია, პლუს ამას ვაკეთებ ჩემ არომატს თამბაქოს ფურცლიდან, ქართული თამბაქოს ფურცლიდან, რომელსაც ურევ ხოლმე და იმას მოვიხმარ და პლუს ქართველი მწარმოებლები.
იმიტომ რომ რაც არ უნდა დიდი სურვილი გქონდეს ადამიანს, ხო, რაც არ უნდა დიდი სურვილი გქონდეს. და შესაძლებლობაც გქონდეს, რომ დაუშვათ იყიდო ინგრედიენტები, აქ გემოზია, ხო, ლაპარაკი, იმიტომ რომ გლიცერინია, პროპილენგლიკოლია. ნუ ხარისხებში განსხვავება არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ავიღოთ კარგი ხარისხი, ნუ ავიღებთ საშუალო და დაბალ ხარისხს, ხო, კარგი ხარისხი ავიღოთ. ყველა ერთი და იგივეა, გლიცერინი და პროპილენგლიკოლი, ხო? ნიკოტინზე ვერ ვიტყვი მაგას, ნიკოტინის წარმოებელს გააჩნია, ვინ არის და დიდი განსხვავებაა ნიკოტინის გემოებს შორის და შეიძლება ცუდი ნიკოტინი თუ არის, საერთოდ გააფუჭოს, რაც არ უნდა კარგი სითხე იყოს. მაგრამ ნიკოტინიც დაუშვათ კარგი ავიღეთ, ხო? მაგრამ არომატები ისე უნდა შეურიოთ, რომ გამოვიდეს გემრიელი, ისეთი რომ ჩვენ მოგვეწონოს, ხო? მთავარია რომ ჩვენ მოგვეწონოს და არა სხვას. იმიტომ შეიძლება მე ერთი არომატი მომწონდეს, დაუშვათ ერთი პროპორციით შერეული, შეიძლება თქვენ სხვა მოგეწონოთ, იმიტომ რომ ეს გემოვნებაა და გემოვნების საკითხში სტანდარტი არ არსებობს, ყველას ინდივიდუალური აქვს. ამიტომ მე ვსინჯავ სხვადასხვა წარმოებლის სითხეებს და სხვადასხვა სითხეებს ვსინჯავ. აი რომელიც მომეწონება, ხო? რომელიც მომეწონება. იმას ავღნიშნავ ჩემთვის, აუცილებლად ავღნიშნავ, ვიწერ რომელი მომეწონა, რომელი როგორი იყო და შემდეგ მე თუ მომინდა ის გემო ვყიდულობ იმ წარმოებელთან იმ სითხეს. აი მაგალითად არ არის მე მგონი ჩვენი მაყურებლისთვის ვინც ამარხზეა რომ მე ძალიან მომწონს ჯოკერის კემელი. ძალიან მომწონს. მე მაგ სითხეს ვერ დავამზადე უბრალოდ. იგივე ინგრედიენტები ავიღე, რასაც იღებენ ისინი, მაგრამ ვერ დავამზადე. როგორი რაღაცაა, იცი? აი როგორც მზარეული დაუშვათ. ყველას შეუძლია იყიდოს დაუშვათ ერთი კერძი ავიღოთ საცივი, ხო? ყველას შეუძლია იყიდოს იმისთვის ინგრედიენტები, ერთი და იგივე, მაგრამ ყველა გამოუვა სხვადასხვანაირი, სხვადასხვა გემოს. აი ესია ვეიპინგის სითხეებშიც რა. ვინც აზავებს ამ სითხეს, ხო? აი იმას რო გამოუვა ეს სითხე დაუშვათ რაღაცა გემო. სხვა ადამიანს არ გამოუვა იგივე. სხვა ადამიანს გამოუვა ცოტა განსხვავებული. ამიტომ რთულია ძალიან პოვნა გემრიელი სითხის. გემრიელი როგორ შენ რომ მოგეწონება ინდივიდუალურად ადამიანს. ეს რთულია. და რო იპოვი, მე რა თქმა უნდა ხშირად ყიდულობ იგივე სითხეს. ნუ ეხლა ღმერთმა დამიფაროს მარტო კემენზე ვიყო, ხო? იქ არის კიდევ ქართველი მწარმოებლები, შეფ ფლავორი არის მწარმოებელი, იმის რამოდენიმე სითხე მომწონს. არ არის ისეთი, რომ აი ამას კარგი სითხეები აქვს, კარგი რა ცუდ სითხეზე ვერ იტყვი. თუ ინგრედიენტები კარგი აქვს, მაშინ ვერ იტყვი, რომ სითხე არ ვარქ. უბრალოდ შეიძლება გემო არ მოგეწონოს შენ, მაგრამ შენ რო არ მოგწონს გემო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვასაც არ მოეწონება. ბაზის და ნიკოტინის ვეიპ მაღაზიაში მიდით. და ნებისმიერ ვეიპ მაღაზიაში, სადაც იყიდება სითხე, იქ უნდა გქონდეთ ბაზა და ნიკოტინი, ანუ პროპილენგლიკოლი ცალკე, გლიცერინი ცალკე, ნიკოტინი ცალკე. ან ექნება თუ ვარიანტი პროპილენგლიკოლი და გლიცერინი შერეული ერთმანეთში და რა პროპორციით იქნება ისიც ეწერება. თუ ეს არა აქვს, არასერიოზული ვეიპ მაღაზია. თუ ესე არა აქვს. თუ ვეიპ მაღაზია ყიდის მხოლოდ თავის სითხეს და არ გაძლევს საშუალებას, რომ შენ აირჩიო რა გინდა, ანუ ბაზა გინდა, შეურიო როგორ გინდა, მაშინ ეს არასერიოზული მწარმოებელია,
არასერიოზული მაღაზია, მოერიდეთ ეგეთ მაღაზიას, ან არ მოერიდოთ, ეგ თქვენი საქმეა, ხო? უბრალოდ იპოვეთ ის მაღაზია, რომელშიც მაგას იყიდით. სადაც თავისუფალ გაყიდვაში აქვთ ეგ. და შეკვეთა შეგიძლიათ დაუშვათ ჯოკერს არა აქვს ისა მაღაზია, მაგრამ შეკვეთა შეგიძლიათ ჯოკერში. ცალკე გლიცერინის, ცალკე პროპილენგლიკოლის და ცალკე ნიკოტინის. ხო. და იმაზე ვლაპარაკობდი, რომ სპირალის დაბინძურების სიხშირე გამოითვლება იმითი, რამდენი მილილიტრი მოვიხმარეთ და არა იმითი, რამდენი დღე უხმარობდით, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ დღეში ხმარობდეთ დაუშვათ სიტყვაზე 2 მილilitrს სითხეს ან 6 მილilitrს სითხეს, ხო? და მე ვხმარობდე 30-50 მილilitrს სითხეს დღეში. ანუ ეს არ შეიძლება დავითვალოთ ისე, რამდენი დღე ყოფნის ადამიანს. ეს შეიძლება დავითვალოთ მხოლოდ ისე, რამდენ მილilitrზე ყოფნის ადამიანს. და რაც უფრო მალე ბინძურდება სპირალი, მით უფრო ორგანული სითხეა. ანუ რო ავიღოთ დაუშვათ თამბაქოს სითხეები, ორგანული თამბაქოს სითხეები რო ავიღოთ, ძალიან მალე ბინძურდება. ძალიან მალე შეიძლება დაუშვათ 30 მილილიტრის მოხმარების შემდეგ სპირალი გასაწმენდი იყოს და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, არავის არ უყვირს ეს. იმან ვინც იცის, რომ ორგანული სითხეები სწრაფად აბინძურებს სპირალს. რაც შეეხება ნიკოტინს, ნიკოტინი არის სხვადასხვანაირი. ნახეთ, შეიძლება ერთი მწარმოებლის ნიკოტინი ჩემზე მოქმედებდეს უარყოფითად, შეიძლება ხველება დამაწყებინოს მე, მაგრამ მეორე ადამიანს არანაირი პრობლემა არ აქვს. არც ხველებას აწყებინებს და მოიხმარს მშვენივრად, ამბობს, რომ ძალიან კარგია. ანუ ეს უკვე ინდივიდუალურია. მე ვიცი, რომელი წარმოებლის ნიკოტინი არ მიხდება, პირდაპირ ხველებას მაწყებინებს, ეგონება სიგარეტს ვეწეოდე, ხველებას მაწყებინებს და გემოც სხვანაირი აქვს. თავისებური გემო აქვს, ყველა ნიკოტინს წესით არ ვიცი. ძალიან ბევრი ამბობს, რომ მე ვერ ვამჩნევ ნიკოტინის გემოსო და მე ვამჩნევ ნიკოტინის გემოს, თან ძალიან გამოკვეთილად ვატყობ. რომელი ნიკოტინია, უკვე ისიც შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ბევრი ნიკოტინი მაქვს გასინჯურზე. და ამიტომ ჩემთვის მთავარი ინგრედიენტი სითხეში არის ნიკოტინი და არა არომატი. თუმცა რა თქმა უნდა, არომატიც გემრიელი როცა მომინდება, გემრიელი ორთქლი, რა თქმა უნდა, აგერ მილაგია არომატები, სხვადასხვა იმისი წარმოებლის და სხვადასხვა არომატები გემოსი და როცა რა გემო მომინდება, მაგას ვასხავ. აი ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია ვეიპინგი, როდესაც გაქვს არჩევანი სითხეებში, რომელი გემო გვინდა, გაქვს არჩევანი რა სიმძლავრის იყოს, ანუ ნიკოტინი რამდენი კონდეს სითხეში, ანუ შენ არჩევ, როდესაც შენ ურევ ნიკოტინსაც, ხო? შენ არჩევ რამდენი იქნება ნიკოტინი. შენ შეიძლება ადამიანს დღეს საერთოდ არ მოგეწონოს 6 მილიგრამიანი სითხე. შეიძლება დღეს მოგეწონოს 3 მილიგრამი ან დილით რო ადგები 6 მილიგრამიანი ყელში დაგარტყავს მაგრად, იმიტომ ჩვეულებრივი ნიკოტინი ყელში ურტყავს, ხო? მაგრამ 3-იანი არ დაგარტყავს, ან 1.5-იანი არ დაგარტყავს.
ანუ აი ამას შენ თვითონ როცა ამზადებ, ხო, უკვე შენ თვითონ როცა ამზადებ. ძალიან მარტივია, როდესაც ყელში გირტყავს ორთქლი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკოტინი ზედმეტია. და თუ კი ზედმეტია დაუშვათ რაღაც მომენტში ნიკოტინი, მაგრამ შენ აორთქლება მაინც გინდა, ხო? მაგრამ ის დოზა ნიკოტინი ზედმეტია. ჯობია 6-იანის ნაცვლად 3-იანი, 3 მილიგრამიანი სითხე მოიხმარო, ხო? რატო უნდა მოიხმარო უფრო ზედმეტი? და აი ესე ნელ-ნელა ჩამოდიხარ დაბალ შემცველობაზე ნიკოტინის. როგორც კი ატყობ, რომ ყელში გირტყავს, 6-იანი დაუშვათ ჩამოდიხარ 3-იანზე. ოღონდ არ უნდა მოგაკლდეს ნიკოტინი. ნიკოტინი თუ მოგაკლდა, მაშინ გიჩდება წყურვილი ნიკოტინის. და გგონია, რომ რაღაცა პრობლემა გაქვს. მადლობა, არაფრის. თუ რამე ვერ გაიგე დაუშვათ და დასაზუსტებელი გაქვს, დაწერე და გიპასუხებ. არ არის პრობლემა, მაგისთვის გაკეთდა ახლა ეს ლაივი, რომ ვისაც შეკითხვები გაქვთ, ნებისმიერი შეკითხვა, რაც ვეიპინგს შეეხება, დაწეროთ ნებისმიერი შეკითხვა კიდევ ვიმეორებ, რაც ეხება ვეიპინგს, ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ დასვათ და ნებისმიერ შეკითხვაზე გიპასუხებთ. ან ყოველ შემთხვევაში შევეცდები გიპასუხოთ. ხო, აი ადამიანებისთვის, ვინც ერთჯერად მოიხმარს. მოდი ჯერ ერთს გეტყვით, დაფიქრდით აბა, თქვენ როდესაც ერთჯერადის მოხმარება დაიწყეთ. რამდენ მილilitrს მოიხმარდით დღეში ერთი დღის მანძილზე? თუ ხართ ჩატში, ვინც ერთჯერად მოწყობილობას ხმარობთ, ხო? რამდენი მილilitrით დაიწყეთ? ანუ რამდენი მილilitri იყო თქვენი ნორმა დღიური? და რა შემცველობა ქონდა ნიკოტინის? რომ თქვათ, ხო? ერთჯერად სიგარეტში, და მე ამას სიგარეტს ვეძახი. ერთჯერად სიგარეტში ნიკოტინის რაოდენობას არ აწერენ მილიგრამებში. ნიკოტინის რაოდენობას აწერენ პროცენტებში. რატომ იცით? მილიგრამები რო დააწერონ, მომხმარებელი დაფრთხება. ჩვეულებრივ სითხეში, ანუ უпроსტად სითხეში, რომელშიც ასხია ჩვეულებრივი ნიკოტინი და არა სალთ ნიკოტინი. შემცველობა დაუშვათ არის 6 მილიგრამი ნიკოტინი. 6 მილიგრამი. სალთ ნიკოტინიან სითხეში მინიმალური შემცველობა არის 20 მილიგრამი ნიკოტინი. ამიტომ 20 მილიგრამს კი არ აწერენ. 2%-ს აწერენ. 2%-ს. 2% არ აფრთხობს ადამიანს, მით უმეტეს თუ ერთჯერად მოიხმარს, ის დამწყებია და წარმოდგენა არ აქვს ვეიპინგზე. 2% არ დააფრთხობს, არც 5% არ დააფრთხობს, იმიტომ რომ 5-ია რა. მაგრამ სინამდვილეში 5 კი არ არის, 50 მილიგრამია, უბრალოდ 5% ქვია. მაგრამ 50 მილიგრამია შემცველობა. და აი კონტრაბანდულ ერთჯერადებში უკვე ძალიან ხშირად არის 50 მილიგრამიანები, ანუ 5%-იანები. ეს არის ძალიან დიდი დოზა. კატასტროფულად დიდი დოზა ნიკოტინის. მაგრამ თქვენ თუ აი ახლა ხანს დაიწყეთ ერთჯერადის მოხმარება და ამიჯერეთ მალე მიხვალთ იმ 50 მილიგრამამდე. იმიტომ რომ სალთ ნიკოტინს აქვს ეგეთი ჩვევა და თვისება.
რომ გინდება სულ უფრო მეტი და მეტი. ჩვეულებრივ ნიკოტინისთვისებაა, რომ სულ უფრო ნაკლები და ნაკლები გინდა და სათნიკოტინისთვისებაა, რომ სულ უფრო მეტი და მეტი გჭირდება. არ გაკმაყოფილებს უბრალოდ. ამიტომ ჯერ მოუმატებ დოზირებას, ანუ 2%-იანიდან 3%-იანზე გადადიხარ, 3-იანიდან დაუშვათ 3.5-იანზე, მერე 5-იანზე, მერე ეს 5-იანი არ ყოფნის, მაინც მერე უფრო მეტ საორთქლებ და მერე სოსკის რეჟიმში გადადის და ბოლოს და ბოლოს რომ ხვდები ადამიანი რომ რაღაც ძალიან ცუდად ხდები ამ ერთჯერადისგან და რაღაცა უნდა ქნა რომ თავი დაანებო, აი მანდ უკვე ის მომენტი დგება, როდესაც ვერ ანებებ თავს. და ეს გამოიარა ამერიკამ, რასაც ერქვა ჯულინგი, იმიტომ რომ ჯულმა შემოიტანა, ჯული იყო ფილიპ მორისის მოწყობილობა, რომელმაც შესვა ამერიკელი ახალგაზრდების სალთ ნიკოტინს. და იმ ახალგაზრდებს ოცნებად ჰქონდათ გადაქცეული, რომ თავი დაენებებიათ ერთჯერადებისთვის. და ეს გააკეთა ფილიპ მორისმა, Big Tobacco. იმიტომ რომ იმად გონიათ, რომ ისინი ვეიპინგში არიან, რახან ერთჯერად ეწევიან, და ერთჯერად ეწევიან, კი არა ურთქლებენ, და ამ დროს ის ვეიპინგი არ არის. და მე ფიქრობენ, რომ ვეიპინგით თავს ვერ დაანებებენ სიგარეტს, არა და ვეიპინგი არ არის ის, რასაც მაგენი აკეთებენ. ერთჯერადი სიგარეტები ვეიპინგს არ მიეკუთვნება, მიეკუთვნება სიგარეტს. თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ შიგნით არის სალთ ნიკოტინი, იგივე ნიკოტინი, რომელიც არის სიგარეტში. ანუ სიგარეტი შეიცავს თამბაქოს, უნდა შეიცავდეს თამბაქოს ფურცელს დაჭრილს, მაგრამ თამბაქოს ფურცელი არ არის, იქ არის ნარჩენები და ამიტომ რამოდენიმე ათეული წლის წინ Big Tobacco-მ გამოიგონა სალთ ნიკოტინი. სალთ ნიკოტინი, რომელიც ძალიან მალე უერთდება ორგანიზმს. ანუ გარეული აქვს ქიმიური ნივთიერებები ჩვეულებრივ ნიკოტინს იმისათვის, რომ ორგანიზმმა სწრაფად შეიწოვოს ნიკოტინი. და აი მაგ ნიკოტინს აქვს ესეთი თვისება, სალთ ნიკოტინს. რომ რაც უფრო მეც მოიხმარს ადამიანი, მით უფრო მეტი უნდა. ამიტომ არის სიგარეტის წევას, როცა იწყებს ადამიანი, ჯერ ერთი პაჩკა ორი დღე ყოფნის, მერე დაუშვათ რამოდენიმე წლის მანძილზე ერთი პაჩკა ყოველ დღე ჭირდება, მერე ორი პაჩკა ჭირდება, მერე სამი პაჩკა ჭირდება და ამიტომ არის რომ ზრდის და ზრდის ამ კოლოფების რაოდენობას სიგარეტის. იმიტომ რომ იქ არის სალთ ნიკოტინი, რომელიც ამას აკეთებს, ეს თვისება აქვს სალთ ნიკოტინს. და ეხლა შემოგთავაზეს აგერ თხევადი სახით. ეგ დოგმა არ არის, ანუ რა რაოდენობის სითხის აორთქლებაა ნორმალური ერთი დღის განმავლობაში, მაგალითად დრიფტით, ნორმირებული არ არის. ნორმირებული არ არის, რომ გითხრა, რომ დავუშვათ 2 მილიგრამიან, 3 მილიგრამიან, 10 მილიგრამი. მილილიტრი უფრო სწორედ. გააჩნია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენ მილიგრამიანი სითხე გაქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ნორმირებული არ არის, მაგრამ მე შემიძლია ჩემი გამოცდილებით გითხრა, ჩემი გამოცდილებით, ეხლა მე ბევრს ვაორთქლებ. საშუალოდ ვაორთქლებ 20-დან 30 მილilitrამდე, მაგრამ არის შემთხვევები დაუშვათ, რომ დღეში 15 მილილიტრი ამიორთქლებია, ან დაუშვათ არის შემთხვევები, რომ 50 მილილიტრის ამიორთქლებია დღეში. მაგრამ აქ მნიშვნელობა აქვს, რამდენ მილიგრამიანი სითხეა.
ჩემი სითხე მე რომელსაც მოვიხმარ ჩემი სითხე არის 0.5 მილიგრამი ანუ 0.5 მილიგრამ ნიკოტინს შეიცავს ეს არის ძალიან დაბალი დოზა ანუ ერთის ქვევით ითვლება რომ პრინციპში არც არის მაგრამ ძალიან დაბალი დოზაა რა ნელ-ნელა ჩამოვედი რამოდენიმე წლის მანძილზე ჩამოვედი ამ დოზაზე მაგრამ ვაორთქლებ ბევრს იმიტომ რომ მე ვეწეოდი ბევრს მე სულ ვეწეოდი ანუ სიგარეტს ხელიდან არ უშვებდი ერთს რო ჩავაქროვდი მეორეს უკიდებდი მაშინვე და ეხლა ვაორთქლებ იქ ბოლი იყო აქ ორთქლია ის ძალიან ცუდად ხდიდა და ეს არაფერს არ მშვება საერთოდ ანუ ვამბობ რომ 20-დან 30 მილilitrამდე სითხეს მოვიხმარ არანაირი უარყოფითი შედეგი არ აქვს სრულად და ეხლა რო წავიკითხავ ხოლმე რაღაცა სტატიას იმ თეთრხალათიანი აფერისტების მიერ დაწერილს ვინც არ იცის იმან არ იცის და უჯერებს და ხა მე რას ვიცი და ისინი რო წერენ დაუშვათ რაღაცა საკითხზე რაღაცა ზღაპარს ნუ მეცინება ხო მაგრამ ნუ რას ვიზობთ დღეს ესეა მსოფლიო მოწყობილი რაც არის ტრენჩი ის არის კარგი უმეტესობა ესე თვლის ხო 1.5 მილიგრამ ნიკოტინის შემცველობის სითხეს აორთქლედი ესე იგი დრიპკით კი ბატონო და 3 მილიგრამი ნიკოტინის შემცველობით სითხეს სერპენტ მინით ბაკი რო არის ხო კი ბატონო როგორი რაღაცა იცი რაც უფრო მეტი ორთქლი გამოდის ხო და დრიპკით გააჩნია კიდე დრიპკას ხო ზოგიერთი MTL დრიპკა მაგრამ რახან ესე წერ ანუ თავისუფალი ნაპასით იყო დრიპკა ხო რაც უფრო მეტი ორთქლი გამოდის მის უფრო მეტი აქვს ყელში დარტყმა ჩვეულებრივ ნიკოტინს ხო და სადაც ცოტა ორთქლზე ქსიამოვნებს 3 მილიგრამი ნიკოტინის შემცველი სითხე ხო ბევრი ორთქლის შემთხვევაში ეს უკვე აღარ გესიამოვნება ყელში მაგრად დაგარტყავს და რა თქმა უნდა დააკლოვა შესაბამისად რაც უფრო მეტი ორთქლი გამოსდის ბაკს ან დრიპკას ატომაიზერს მოკლედ მით უფრო ნაკლები არის შემცველობა ნიკოტინის ხო ცუნამის უზომოდ ბევრი აქვს ისევე როგორც გუნს მაგალითად და კენედის ხო ცუნამის უზომოდ ბევრი ორთქლი აქვს გააჩნია კიდე სპირალს რა სპირალი იდო შიგნით რომელიც ინაღობს და რა სახეობის სპირალი იყო მაგრამ ყველა შემთხვევაში ხა ცუნამს ორთქლი ძალიან ბევრი აქვს ორთქმავალი ვით არის და გააჩნია ადამიანი როგორ მოიხმარს ახლა ერთნახევრიანი შეიძლება საკმარისი იყო თქვენთვის მაგრამ სხვისთვის არ იყოს საკმარისი სამიანი დასჭირდეს ან კიდევ სხვა ადამიანისთვის დაუშვათ ერთნახევარის ბევრი იყოს და 1 მილიგრამიანი იყოს კარგი ეს უკვე ინდივიდუალურია და ადამიანი გრძნობს მაგას ჩვეულებრივი ნიკოტინის შემთხვევაში ამიტომ ვამბობ მე ყურადღებას ვამახვილებ ჩვეულებრივი ნიკოტინის შემთხვევაში სათ ნიკოტინის შემთხვევაში ამას ვერ იგრძნობ იმიტომ რომ სათ ნიკოტინს ყელში დარტყმა არ აქვს ამიტომ ვერ იგრძნობ მაგას შენთვის ეს ბევრია თუ ნაკლებია
ერთადერთი იმით იგრძნობ, რომ ცუდად გახდეს, ან თავბრუს დაგახმევს, როცა ბევრია. და ზუსტად რო არა აქვს ყელში დარტყმა, ამიტომ ურევენ coolers, ანუ menthols. ცივს რო ეძახით, ცივს სითხეს. menthols ურევენ და mentoli აჩენს კიბოს. ეს არის ცნობილი ფაქტი, ყველა კვლევით მტკიცდება, რომ mentoli კიბოს აჩენს. და mentolიანი სითხე ან არ უნდა მიიღოთ, ან უნდა მოერიდოთ. ზუსტად არ მახსოვს, მგონი ელიანის სპირალი ძალიან გემრიელი იყო და მაგის გემო უზომოდ ბევრს ვაორთქლებთ. კი ბატონო. ელიანი არის სახეობა სპირალის, 3 ჟილა გადის შიგნით და ზევიდან აქვს ესეთი დახვეული სპირალი, რომელიც კარგად გადმოსცემს სითხის გემოს. პლუს თუ კარგი დრიბკაა და ცუნამი კარგი დრიბკაა და პლუს ამას თუ დაემატება კარგი სითხე, ისეთი რომელიც ინდივიდუალურად მოგწონს, კი ბატონო, აორთქლებდი უზომოდ ბევრს. ნუ უზომოდ ბევრი საერთოდ არაფერი არ ვარ, მაგრამ ზიანს არაფერს არ მოგიტან და თუ ჩვეულებრივ ნიკოტინს აორთქლებდი. სატო გიგვეები რაღაც აი 200 მაქვს, მოდი და რომელი ერდია დავაყენო Z თუ შეგიძლია მითხრა. ანუ 200 ვატიანი გიგვეები გაქვს, ერდია რომელიც გინდა. გინდა ერთ სპირალიანი, გინდა ორ სპირალიანი. და რომელი სპირალიც გინდა ისჩადე. 200 ვატიანი მოდი, ყველას გაკაჩავს. ხა რამდენად კორექტულად გააცხელებს სპირალს, ეგ სხვა ამბავია. მაგრამ გაკაჩავს ყველას. ყველას გააცხელებს. და რჩევა თუ გინდა დაუშვათ ბიუჯეტს გააჩნია. კონკრეტული მოდელი რო გითხრა, ბიუჯეტს გააჩნია, მომწერ ბიუჯეტი რამდენი გაქვს RDA-სთვის და გეტყვი რომელი იყიდო. თორე ისე ნებისმიერი ორ სპირალიანი, ერთ სპირალიანი 200 ვატიანი გიგვეები ყველას გაკაჩავს. არანაირი პრობლემა არ ექნება. თუ ხო და აი ამან გამახსენა კიდევ ერთი საკითხი. თუ აკუმულატორები გიდევს კარგი, ანუ მაღალი ამპერაჟი უნდა ქონდეს. რას ქვია მაღალი ამპერაჟი? ან მაღალი ძაბვის აკუმულატორი უნდა იყოს. შესაბამისად, მინიმუმ 25 ამპერიანი უნდა იყოს. სიმძლავრე. 25 ამპერიანი მინიმუმ. კარგი იქნება თუ 30 ან 35 ამპერი იქნება სიმძლავრე. ანუ რაც უფრო მაღალი აქვს სიმძლავრე, ამპერაჟი, მით უფრო კარგია გამოსაყენებლად ჩვენთვის. და რატომ? ეხლა რო გიწერია გიგვეებში თუ არ ჩავდებთ ჩვენ 25-ზე მაღალს და სასურველია 30 და 35 იყოს ამპერაჟი აკუმულატორის. გიგვეების პლატა არ არის DNS პლატა, რომ ამან მოგცეს კარგი ორთქლი, ანუ კარგად გააცხელოს. გიგვეების პლატას აუცილებლად ჭირდება მინიმუმ 25 ამპერიანი აკუმულატორი, რომ იმან კორექტულად იმუშაოს.
თქვენ მხოლოდ საკუთარი მოხმარების ამზადებთ? კი, მე მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის ვამზადებ სითხეს. ანუ გავაზავებ, მიდევს სითხეს რო გააზავებ ერთმანეთში, უნდა დადო. მინიმუმ ერთი თვე მაინც უნდა იდოს რა. და ისე ორი თვის მერე უნდა მოიხმარო. რო იმას გემო კონდეს რეალური და არა საპნის გემო რაღაც. საქმე იმაშია რომ მე მაქვს ეს ჩემი არომატები ცოტა რაოდენობით. ანუ მე ვაკეთებ სიგარეტის გემოთი, ხო? ამას ვამზადებ ფოთლებისგან. აი ახლა აჭარიდანაც ჩავამქონდა და ლაგოდეხიდანაც. აჭარაში საიდანაც ჩავამქონდა, იქ აღარ არის გაკაფეს. აი ეს რეგულაციები რო გამოვიდა, ვისიც იყო ის იმან გაკაფა და აღარ არის ის თამბაქოს ფოთოლი, რომელსაც იქ ვიღებდი. ახლა მხოლოდ ლაგოდეხიდან ჩამოვაქვთ, უკვე კარგი 2 წელია რა. და ჩავმიტანენ ამ ფოთლებს, ოღონდ გააჩნია რომელ თვეს მოწყვიტავენ და იმ ღერის რომელი მხრიდან რა, ზევიდან, ქვევიდან და ესე შემდეგ. ამაში არის განსხვავება. ანუ მხოლოდ თამბაქოს სორტში დასახელებაში არ არის. რომელ თვეს არის მოწყვეტილი და აი ამ ყველაფერში არის განსხვავება. გემოების მიხედვით, იმიტომ რომ დიდი ხანია მე მაგას ვაკეთებდი. მე მინდოდა გამომეშვა ჩემი სითხე, თამბაქოს სითხე და ამიტომ დიდი ხნის მანძილზე ძალიან ცდილობდი რომ საუკეთესო ამერჩია. საუკეთესო ვარიანტი. დაახლოებით 500-ზე მეტი სამქონდა რა. 500-ზე მეტი ვარიანტი გავაკეთე. და იქიდან სულ 4 ვარიანტი არის ისეთი, რომელიც მე მომეწონა. და ამ 4 ვარიანტიდან ერთი ვარიანტია აჭარის თამბაქოს ყურწლიდან, მაგრამ ის აღარ არის. ანუ დარჩა 3 ვარიანტი, რომელიც მე შემიძლია დღესდღეობით რომ დავუშვათ ლაგოდეხიდან წამოვიღო ის ფოთოლი იმ დროს რო და რა დროსაც მინდა და დავაყენო. მინდოდა გამეკეთებია დავუშვათ აი მაგ სითხის წარმოება, მაგრამ იმისთან რეგულაციები შემოიღეს ამ ვეიპინგის საკითხში. სრულიად გაუაზრებელი და საერთოდ უცოდინარი ხალხის გაკეთებულია. ჩოკრის გარდა სხვა ქართული წარმოებელი არის. ხო გითხარით? ისა შეფლაური. შეფლაური არის კიდევ ქართული წარმოებელი. რომლის სითხეებიდანაც ხო გითხარით, რომ 2 სითხე მომეწონა. ანუ არის ხო სითხეების მწარმოებელი რაღაცა ორგანიზაცია. ის სითხეები აწარმოებს როგორ გააჩნია ასორტიმენტს. არის ხილის სითხეები, არის კრემების გემოებით, არის ნამცხრების გემოებით, არის თამბაქოს გემოებით. ყველაზე რთული გასაკეთებელი არის თამბაქოს გემოთი. ყველაზე რთული გასაკეთებელი. და ამავდროულად ძალიან უმეტესობა ვეიპერს ჭირდება თამბაქოს გემოთი, იმიტომ რომ უმეტესობა ვეიპერი ხმარობს აი ამ MTL ბაკებს, რომელშიც არის ერთი სპირალი, პატარა სპირალი და ორთქლი გამოდის ცოდა. სამაგიეროდ აკმაყოფილებს ორგანიზმს
ნიკოტინით. იმიტომ რომ ბევრი ორთქლი ეხა შეიძლება ძალიან ცოტა ადამიანი იყოს, ვინც ჩემზე მეტს აორთქლებს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არის ესეთი ადამიანები, თან წლობის მანძილზე აორთქლებენ. ისევე როგორც მე, ასევე მათაც არანაირი პრობლემა არ აქვთ ბევრი ორთქლის აორთქლების დროს. ანუ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აუფ რა ამბავია, დღეში 30 და 50 მილilitriო, მაგრამ რაღაცა ცუდს გიზავსო, არაფერი ცუდი არ უქნია. სრულიად არაფერი. და ეს არ ხდება დაუშვათ 1 თვე, 2 თვე და 2 წლის მანძილზე, ხო? მე მოვიხმარო 8 წელზე მეტია, ხო? ძალიან მალე გახდება 10 წელი. ეხლა აი იმასთან მივდივართ ეხლა რომ ვეიპინგს აი რა აქვთ სალაპარაკოთ იმ თეთრხალათიან აფერისტებს, რომ ვეიპინგი არის ახალი. ანუ გჭირდება დრო კვლევისთვის, არაფერს არ იკვლევენ ეგენი. ეგენი არაფერს არ იკვლევენ, რასაც შეუკვეთავენ, იმას დაწერენ. არც ერთი დამოუკიდებელი კვლევა არ აქვთ ჩატარებული. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავარს საფუძვლად იღებენ, რომ ვეიპინგი არის ძალიან ახალგაზრდა და არ გვაქვს გრძელვადიანი კვლევები მაგაზე და ამიტომ აკრძალეს. პირველი აკრძალვა, ანუ პირველი რეგულაციები, რომ ვერ იპოვეს ვერაფერი უარყოფითი ვეიპინგში, პირველი რეგულაციები იყო მაგისთვის, რომ ჩვენ არ ვიცით გრძელვადიან პერსპექტივაში ვეიპინგი რა შედეგს გამოიღებს ადამიანზეო. და ამიტომ ვაკეთებთ რეგულაციებსო. და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცხრები რო გააკეთეს. და სამთვეში რო გაუკეთეს ხალხს, იმის გრძელვადიანი ზემოქმედების შედეგი იცოდნენ? არ იცოდნენ, ხო? მაგრამ მაინც გაუკეთეს ხალხს, ხო? ეს კი არა დაავალდებულეს კიდევაც ადამიანები, რომ არა გავიკეთეთ ეს საცრებიო, ხო? ანუ ერთ შემთხვევაში არაუშავს და მეორე შემთხვევაში რეგულაცია აუცილებლად. ეს არის სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელიც არის ყველაზე კორუმპირებული ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, გაეროს მერე. გაერო პირველ ადგილზე. და დღეს ტრენჩია უბრალოდ აი ამის ლაპარაკი და ამიტომ. ხვალ რო შეიცვლება სიტუაცია, ხო? სხვანაირად ილაპარაკებენ, მერე დანარჩენებით სხვანაირად ისაუბრებენ და ეს. კიდევ რა გაქვთ შეკითხვები, დაწერეთ ჩატში, არ მოგერიდოთ, დაწერეთ რა შეკითხვა გაქვთ ვეიპინგის შესახებ. რა გაინტერესებთ, ან რაღაცა არ გამოგდით. დაუშვათ რაღაცა არ გამოგდით და გაინტერესებთ როგორ გააკეთოთ. სანამ ეს ლაივი მიდის, შევეცდები დაგეხმაროთ. პრაქტიკა ძალიან ხანგრძლივი მაქვს, გამოცდილება ძალიან დიდი მაქვს და გიპასუხებთ აუცილებლად. გამარჯობა, რომელი ავზით აორთქლებთ სითხეს. ეხლა მანტა არის ორსპირალიანი თავისუფალი ნაპასით და ბრუნხილდა ეს არის RDT-ა, ერთსპირალიანი MTL. კარგი სპირალის შეძენასაც შეიძლება დამიკავშირდი Facebook-ზე. მომწერე იქა და მე მოგწერ ვინც აკეთებს კარგ სპირალებს. დაუკავშირდები და დაგეხმარება. მე სპირალებს ვაკეთებდი. ეხლაც ვაკეთებ, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებ, იმიტომ რომ მხედველობა აღარ მაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდხანს უყურო იმას. დიდხანს რო უყურო, მაგის საშუალებას აღარ მაძლევს.
ანუ ვერ ხედავ რა წესიერ. სათვალეს ვიკეთებ დიდი ზომისას პლუს ლუპა და დიდხანს ვერა. ჩემთვის გავიკეთებ ერთი ორ სპირალს დავაყენებ. ნუ რა შეეხება კარგ სპირალებს რა, ესეთი სერიოზული სპირალები თორე. დანარჩენები ხა ეს ფიუზად კლეპტონი და ეს კლეპტონი საერთოდ შეხედვა არ მჭირდება ისე ვაგეთ. ხო, სანამ თქვენ შეკითხვას მოიფიქრებთ, ან სანამ კიდევ შემოგვიერთდება ვინმე ისეთი, რომელსაც შეკითხვა აქვს, გადავხელავ ძველ შეკითხვებს. კითხვა იყო ესეთი, CBD იყიდება ვოლტზე, რომელსაც ქვია ვეიბის სითხე, ხო, აი ეს არის იქიდან რასაც მე ვამბობდი. პრინციპში წარმოუდგენელი რაღაცა ხდება საქართველოში. წარმოუდგენელი რაღაცა. კანონი არასრულფასოვნად აქვთ შედგენილი. ეს რეგულაცია ისე აქვთ დაწერილი, რომ საერთოდ ტყემალზე ზიან და ნებისმიერი რაღაცის გაკეთება შეიძლება. იმიტომ რომ რეგულაციაში და კანონში ეს არ არის შეტანილი კონკრეტულად. სამაგეროდ, რასაც ჩვენ მოვიხმართ, ხო, ეს კარგად აქვთ მოჭერილი. იმიტომ რომ ერთჯერადები შემოიტანონ. ერთჯერადების პოლიტიკა კიდე სხვა არის. სითხის რომ ეჩვევი და გემოს ვეღარ გზნობ. კი ბატონო. მაგიროს გამიგია რომ ყავა ხო რეცეპტორებს არ ესტარტებს. ყავა ნუ არ ესტარტებს რა. ვერ დაგირესტარტებს. თუ ისე სითხეს გააგრძელებ, ვერ დაგირესტარტებს. თუ ერთი და იგივე სითხეს აორთქლებ ხშირად, ხო? ანუ სულ მუდამ რა თქმა უნდა შეეჩვევა შენი რეცეპტორები და ყავას არ გიშველის. ყავას არ უნდა ხო, რაც არ უნდა კარგი გემოს სითხე იყოს შენთვის, ხო? კონკრეტულად შენ მოგწონს იმის გემო, თორე სხვა შეიძლება არ მოეწონოს, ხო? და პირიქით, სხვას რომ მოსწონს, შენ არ მოგეწონს. რაც არ უნდა ისეთ სითხეს მოიხმარდე, რომელიც გემოც მოგწონს, ხო, ძალიან. გარკვეული პერიოდის მერე მაგაზე ძახიან სითხის გემო გატრუხდაო. ანუ ვეღარ ვზნობ იმის გემოს, იმიტომ რომ რეცეპტორები შეეჩვია. თუ მაინდა-მაინც იმ სითხის გაორთქლება გინდა და რატო უნდა გინდოდეს ვერ წარმომედგენია, ბაკი შეცვალე და სხვანაირ გემოს ამოიღე, სხვანაირად გახსნის. ყველა ბაკი თავისებურად ხსნის სითხის გემოს. აი, ერთი და იგივე სითხე რო ავიღოთ, ერთი და იგივე სპირალი რო ავიღოთ, ერთი და იგივე ბამბა რო ავიღოთ და ჩავასხათ და ჩავდოთ ეს სხვადასხვა ბაკებში, აი დავუშვათ MTL ბაკში, სხვადასხვა სახეობისაში. სხვადასხვა გემოს მოგცემს, სხვადასხვანაირად გახსნის გემოს. და მაგისტვის ყავა კი არა, სითხე შეცვალე, რაღაც პერიოდით გადადი სხვა გემოს სითხეზე. ნუ ის სხვა გემო კიდე უნდა მოძებნო. ანუ ისეთი სითხე რომ მოძებნო, იპოვო, რომელიც შენ მოგწონს, ამას დრო დაჭირდება და თანხები დაჭირდება, რა თქმა უნდა. თან ვერც ვერავინ დაგეხმარება, იმიტომ გემოვნება შენია. ვერ გირჩევ, რომ აი ამ გემოს იყიდე თქო რა, იმიტომ ამ გემოს შეიძლება მე მომწონს, მაგრამ შენ არ მოგეწონოს, გამიგი? აი ეს უკვე ძალიან რთული პერიოდია და ხარჯებს მოითხოვს. ადრე კარგი იყო, მიხვიდოდი მაღაზიაში, იქ ჰქონდათ ესე იგი გასასინჯები პატარა ბოთლებში და იქვე შეგეძლო ჩაგეწვეთებია შენ იმაში მოწყობილობაში და გაგესინჯა, მოგწონს თუ არ მოგწონს და არ გადაგეხადა მთლიანად ის არ გეყიდა და არ გადაგეხადა იმ ხელა თანხა, ხო? იაფიც არ ღირს, ხო, პრინციპში.
მაგრამ დღეს ეს აკრძალა თავისი რეგულაციებით იმან პროფესორმა. ხო და ამიტომ იძულებული ხარ რომ იყიდო სითხე გასინჯო მოგეწონება არ მოგეწონება და თუ არ მოგეწონება და ვეღარ აორთქლებ ხო მაგრამ სამაგიეროდ თუ მოგეწონა და იპოვე დაუშვათ რომელიმე მწარმოებლის ერთ ხაზში მაინც ერთი ან ორი ისეთი სითხე რომელიც შენ მოგწონს სათვალე რომ მოგებული ხარ დღეს აორთქლებ ამას როცა გაუვა დაუშვათ კი გაუვა რა როცა მიეჩოვა შენი რეცეპტორები იმას მე მოიხმარ სხვა სითხეს და მე ვაკეთებ ესე ძირითადად მარტო ბაზაზე ვარ ამიტომ რეცეპტორები ყოველთვის თითქმის ყოველთვის სუფთა მაქვს და ვიღებ ბევრს სითხეს ვიღებ სხვადასხვა სახეობის ბევრ სითხეს და მაქვს ეს ბევრი სითხე როცა რომელი მომინდება მაშინ ვიღებ იმ სითხეს და ვასხავ და ამიტომ მე არასოდეს არ მიტროხდება რა იმიტომ ერთი და იგივე სითხეს ერთი და იგივე არომატით ერთ ბაგზე მეც არ მოვიხმარ ხო მე მგონი უპასუხე რა იმას ფულტით ეს რეგულაციები და რაღაც უაზრობები რო არ გაეკეთებიათ ფასებიც არ გაიზრდებოდა ამ ყველას ხო რა თქმა უნდა ფასები არ გაიზრდებოდა ნუ რაღაცა ზრდა მაინც იქნებოდა იმიტომ ინფლაცია არის მსოფლიოში და მაგას ვერ გავექცევით ვერსად მაგრამ რო არ გაეკეთებიათ ეს რეგულაციები სულ სხვანაირად წავიდოდა ვეიპინგის საქმე დამიჯერეთ სულ სხვანაირად წავიდოდა ანუ უფრო მეტი ადამიანი გადავიდოდა ვეიპინგზე ვიდრე დღეს არის და ზუსტად ამიტომ კეთდება ეს რეგულაციები რომ ბევრი ადამიანი არ გადავიდეს ვეიპინგზე თორე უკვე სიგარეტის წევიდან ძალიან ბევრი ადამიანი გადავიდა ვეიპინგზე და სიგარეტის მწარმოებლებს ფული შემოაკლდათ შესაბამისად ნაკლებს უხდიან თავის ლობისტებს და იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და წამყვანი კომპანიებში ის ხალხი ვინც არის მსხვილი აქციონერი ამ თამბაქოს წარმოების კომპანიების ზუსტად ეს ხალხი შედის იმ კომისიებში რომლებსაც ქვია თამბაქოს კონტროლის კომისიები ხო აი აქ საერთოდ შეიძლება რომ ითქვას ყაჩაღები არიან ანუ ადამიანი რომელიც აწარმოებს თამბაქოს ის გვისაზღვრავს ჩვენ ვეიპინგი ვარგა თუ სიგარეტი ჯობია ეს ამბავი გასკდა ზუსტად იმ ამბებს იმ CBD-ს ამბავს როდესაც ამერიკაში უნდათ ვეიპინგის აკრძალვა საერთოდ აღარც სითხის შემოტანა გაჭირდებოდა ასე ხო რა თქმა უნდა არც ის გაჭირდებოდა ბევრი რამე უკეთესად იქნებოდა ვეიპინგში შესაბამისად უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა ვეიპინგით დაკავებული ანუ ჩანაცვლებული იქნებოდა ეს სიგარეტი ვეიპინგით და ზუსტად მაგაშია საქმე შემოსავალი აღარ იქნებოდა სიგარეტის მწარმოებლებს მოდი მე პირდაპირ ვლაპარაკობ და არ მოვკიბაო რა კი სითხეს და GPS ერთად ავთქლებ კი 1 მილილიტრი სითხე უკვე რაღაცა ღირებულების ის არის 1 მილilitrიც კი მერტმა არქნას დაგესხას რაღაცა გადმოგივარდეს მადლობა არაფრის ეს იმალოა მაგისთვის გავაკეთე ეს ლაივი რომ რაც გაინტერესებთ კითხვა დამისვათ და რაც თავარია არ მოგერიდოთ კითხვის დასმა არავის იმიტომ რომ დღეს თუ თქვენ რაღაცა პრობლემა გაქვთ ეს და ვერ გადაწყვიტეთ ეს პრობლემა ან არ იცით და ვერ გააკეთეთ ეს იმას ნიშნავს რომ ხვალ თქვენთვის ვეიპინგი რთული იქნება და შეიძლება თავიც დაანებოთ და
რატომ როდესაც კი შეიძლება რომ ადამიანმა სიბერემდე იცოცხლო, ხო? ბუნებრივად. რატომ უნდა მოაკვლევინო თავი სიგარეტს? როცა შეგიძლია რომ იცოცხლო ბოლომდე. რამდენიც გაქვს დაწერილი. და ამას თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი ის ადამიანი ავადდება ამ სიგარეტის ბოლის გამო, ვინც არ ეწევა, მაგრამ თქვენთან ერთად არის დაუშვოთ. ერთ ოთახში და თქვენთან ერთად ერთობა და ცხოვრობს. როდის თან როგორი რაღაცაა სიგარეტი, ხო, მაშინ მე არ კლავს, არა, ეს ხო საწამლავი არ არის. სიგარეტი კლავს ადამიანს, როდის აი ადამიანმა თავისი ცხოვრების წლების მანძილზე. ეხლა მე არ ვლაპარაკობ ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ბავშვისთვის 15, 16, 18 წლის ბავშვისთვის ეს საუბარი ზედმეტია, იმიტომ რომ იმისთვის 10 წელიც ბევრია. ეს ვიყავი მაგ ხელა. და სულ არ ვფიქრობდი 10 წლის მერე რა იქნება თქო და 20 წლის მერე ხომ მით უმეტეს. მაგრამ უკვე იმ ადამიანებისთვის ვლაპარაკობ მე, ვინც უკვე დაუშვათ 30 წლის არის, ხო? და სიგარეტს ეწევა უკვე დიდი ხანია. აი ზუსტად მაშინ არ ტყავს ეს სიგარეტის შედეგად მიღებული ზიანი, როდესაც აი ეს ცხოვრება იცხოვრეთ, ხო? იწვალეთ. დასაწყისში ხო ესია, წვალობთ, რაღაცას სწავლობთ, ვარჯიშობთ დაუშვათ. შრომობთ, რომ რაღაცა შექმნათ, შექმენით რაღაცა, ხო? დაუშვათ ოჯახში შექმენით, იქ ბავშვები რაღაცა ქონება დააგროვეთ. და შემდეგ უკვე მოდის ცხოვრებაში ის პერიოდი, როდესაც აი ეს ყველაფერი უნდა მოიხმაროთ, ანუ ისიამოვნოთ ამ ყველაფრით, ხო? აი ეს პერიოდი, რომლის გულისთვისაც აი ეს ამდენი წელიწადი და თითქმის ნახევარი სიცოცხლე, ხო, შეიძლება მედიც წვალობდით. და ის პერიოდი მოვიდა, რომ უნდა ისიამოვნოთ ამ ცხოვრებით და ამ დროს სიგარეტისგან გამოწვეული დაავადება და პრინციპში კიბო აი ამ დროს კლავს ადამიანს. ერთი რო თვითონ ვერ ასწრებს, აი რისთვისაც იშრომა, ხო? და რისთვისაც იწვალა, ვერ ასწრებს იმის ნაყოფი, რაც არის შედეგი იმის მოხმარებას. და მეორე იმას ახლობლები ყავს, ხო? ოჯახის წევრები ყავს და ოჯახის წევრებისთვის რა არის? რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვიყოთ ერთად, ხო? და სიგარეტის გულისთვის ამ დროს გამოეცალე დაუშვოთ შენი ოჯახის წევრს, ხო? ეს ხო ტრაგედიაა იმისთვისა რა. ანუ ოჯახის წევრისთვისაც მომავალი ცხოვრება არის დაკავშირებული ამ ტრაგედიასთან, რაც გამოიწვია სიგარეტის მოწევამ, ხო? და ძალიან ბევრი მოაკლდა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მის სულიერ მდგომარეობას კიდევ, ხო, როგორია ეხა ოჯახის წევრის დაკარგვა რა. აბე ფრანგიშვილი, IQ-ზე რას ფიქრობ? IQ-ი არის ფილიპ მორისის პროდუქტი, Big Tobacco-s პროდუქტი, რომლის PR-შიც ფული გადაიხადა Big Tobacco-მ, სერიოზული ფული გადაიხადა. თავიდან IQ-ი რაც ჯდებოდა იმაზე უფრო იაფად ხიდდა ფილიპ მორისი, ანუ გამსაღებელს რეალიზატორს აძლევდა იმაზე უფრო იაფად, ვიდრე ღირდა მისი წარმოება თვითონ. იმიტომ რომ რეკლამა გაეკეთებია ამისი. მაგრამ ამან არ უშველა და ფული გადაუხადეს, რა თქმა უნდა, ლობისტებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ IQ-ზე დიდი ზეგავლენა არ მოახდინა. ანუ რაღაცეები დაუშვა. შეგიქ რეგულაციებიდან რაღაც სხვადასხვა რეგულაციებიდან ამოიღო IQ-ი. თორე IQ-ი არის თამბაქოს გახურების სისტემა. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მყრალია. აი ვინც IQ-ს ეწევა, IQ-ს ეწევიან და არ აორთქლებენ. ვინც IQ-ს ეწევა,
ის ვერ გზნობს იმ სიმყრალეს. მაგრამ საშინლად ხარს IQ-ს. ოთახი, სადაც IQ-ს ეწევიან, კატასტროფაა. ვერ შეხვალ, აი, არამწეველი ადამიანი იმ ოთახში ვერ შეხვალ. ისე ყარს ის ოთახი. უბრალოდ ვინც მოიხმარს იმას, ის ვერ გზნობს, ისევე როგორც სიგარეტს ვინც ეწევა, ის ვერ გზნობს, რომ საფერფლეს სუნი უდის. მოძრავი საფერფლეა. ნუ სუნი უდის საფერფლეს. ასევე ვერ გზნობს IQ-ს მომხმარებელი ამას. IQ-ს აქვს ძალიან როგორი რაღაცა ეს სიგარეტს ჯობია, ჩვეულებრივ სიგარეტს ჯობია, მაგრამ IQ-ს აქვს თავისი მავნე გამონაბოლქვები. რომლის აფიშირებასაც ბიგტობაკო არ დაგიწყებს, იმიტომ რომ მაგის ნაწარმია, ამაშია საქმე. თავისას გინებას არ დაუწყებს. ის ფულს გადაიხდის და ვეიპინგს აგინებს. მაგრამ IQ-ს ხო არ აგინებს. ამიტომ იცით ძალიან ცოტა IQ-ს უარყოფით თვისებებზე და მორჩა, მაგრამ სიგარეტის მოწევა ჯობია, რა თქმა უნდა. თუ არ გამოგივიდათ ვეიპინგზე გადასვლა, ან სხვა მეთოდით ჩანაცვლება სიგარეტის, რა თქმა უნდა, ჯობია IQ-ზე გადახვიდეთ. იმიტომ რომ გაცილებით მავნებელი ნივთიერებები აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ სიგარეტს. თუმცა ზვირიჯდება, ხო? ნოგეთ მე მგონი გავიცი პასუხი. IQ-ს სიგარეტ ჯობია, მაგრამ ვეიპინგს ვერ შეედრება. და IQ-ს ვეიპინგი არ ქვია. მე გამიგია რომ ზოგიერთები იძახიან რომ IQ-ს უფრო ვეიპინგიაო. არა ბატონო. IQ-ს ვეიპინგს არ მიეკუთვნება. აი საქმე რა შეიცით რაღაცა საკითხი შეიძლება ისე აურიო ერთმანეთში, ისე აზილო როგორც დღეს ხდება რა. ამ სათ ნიკოტინს, ერთჯერად სიგარეტებს, პოტებს, მოდებს, სტიკებს, CBD-ს მოხმარებას პლანს ისე ურევენ ერთმანეთში და ისე ზილავენ ერთმანეთში. რომ აი ადამიანს, ვინც არ იცნობს ამ საკითხს ვეიპინგს, ხო? ვინც ახალია და ვინც ეხლა შემოდის ვეიპინგში, იმან ხო არ იცის რა? აღარ იცის რა აერჩიოს, ყველაფერი ვეიპინგი გონია. ყველაფერი ვეიპინგი გონია. ანუ რასაც ორთქლი გაზდის, ვეიპინგი გონია და ეგრე ორთქლამამალსაც გაზდის ორთქლი და ჩაინიქსაც გაზდის. ის ხო არ არის ორთქლი ვეიპინგია რა? ისი არ არის ესეც. ხო, დაახლოებით საათნახევარი გავიდა. მე მგონი ყველაფერი ვთქვით. თუ რამე გაქვთ კიდევ კითხვა დაწერეთ. თუ კითხვა არა გაქვთ, მაშინ მოვიდა დრო რომ დაგემშვიდობოთ. გისურვოთ გემრიელი ორთქლი, გისურვოთ ჯანმრთელობა, საკუთარ თავებს გაუფრთხილდით და საკუთარ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ეს მხოლოდ თქვენ არ გჭირდებათ. ეს თქვენ მოყვარესაც სჭირდება, რომ თქვენ გვერდში ედგეთ იმ ადამიანებს. კარგით. მოგეთ დღეისათვის დავამთავროთ. მადლობა ადეკვატური ჩატისთვის და მადლობა ყურადღებისთვის. დრაგის აპარატზე დასადგმელად რომელი ერთიას მირჩევთ, რომელიც გინდა. გააჩნია დრაგის აპარატი რომელია. თუ ჩვეულებრივი მოდია 2 აკუმულატორზე, მაშინ რომელიც გინდა ის. ნებისმიერი.
ორ აკუმულატორიანი მოდი გაკაჩავს ნებისმიერ ატომაიზერს. როგორც ერთსპირალიანს, ისე ორსპირალიანს. ისე სამსპირალიანს. და 8 სპირალიანსაც არის ეგეთებიც. ხო, მე შევეცდები ამ თვეში რა, ხო, ამ ზაფხულის ბოლომდე ცოტა ხშირად გავიდე ლაივში. არ შეგპირდებით, მაგრამ შევეცდები რომ გავიდე. კვირაში ერთხელ მაინც. და იმედი მაქვს, რომ აი ამ ზაფხულის მანძილზე, სანამ მაქვს მაგის საშუალება და მაგის დრო, ბევრ ადამიანს გავცემ კითხვაზე პასუხს, აი აქ უფრო მარტივია რა. ურთიერთობა ლაივში. უფრო მეტის თქმა შემიძლია. ვიდრე უბრალოდ SMS-ებში. იქ ხშირ შემთხვევაში გვიწევს, რომ მესენჯერით დაუკავშირდეთ უკვე ერთმანეთს. ხმოვანი კავშირით. და აქ მარტივია ამის გაკეთება. კარგი, დაგემშვიდობებით. და იმედია მალე შევხვდებით ისევ ლაივში.